ეს არის ახალი ეპიზოდი სტუდიაში ნატა ასეთიანი მუშაობს. რუსეთში გარდაცვლილი 40 წლის მალხაზ ნონიაძის ცხედარს, რომელიც დღეს დილით საქართველოში უნდა ჩამოესვენებინათ, ოჯახის წევრები ამ დრომდე უშედეგოდელიან. ოჯახის ინფორმაციით მათ არ იციან გარდაცვლილის ადგილსამყოფელი. მათივე თქმით, სანქტ-პეტერბურგიდან ცხედარი სტამბოლში გამოიგზავნა და სწორედ სტამბოლიდან უნდა მოხდარიყო ცხედრის თბილისში ჩამოსვენება. თუმცა სტამბოლის შემდეგ ცხედრის კვალი დაიკარგა. თურქული ავიაკომპანია ამ დროისათვის კომენტარს არ აკეთებს. ოჯახის წევრების განცხადებით, სტამბოლის სატვირთო ტერმინალს მსგავსი დავალება არ მიუღია, ხოლო ცხედრის ტრანსპორტირების დასტურებელი საბუთები ოჯახს თბილისში გადაეცა. ოჯახის წევრებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, მიმდინარეობს გამოძიება. არა ჩანს მკვდარი სტამბოლში უნდა მოსულიყო. სტამბოლიდან ამბობენ რომ არ არისო. აქანა ვეკითხებით ყველას, არავინ არაფერი არ იცის. არც აქანა იყვნენ ვიღაცები, ისინი წავიდნენ, ვერ ვნახეთ ეგენით. და არაფერი არ ვიცი, სად არის ჩემი შვილი, სად? აზრი არ აქვს ამზემნას თურქეთში ვეკავთ. არ არის მიცვალებული, არ არის დაკარგულია, პეტერბურგში ვეკავთ. იქიდან წამოსული, საქართველოს ჩამოსული არ არის. მეტი ინფორმაციას ჩვენ ვერ გვაწვდიან. ბათუმში ზღვაში 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე აცხადებს, ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში შევიდა ზღვაში, რამაც ინფარქტი გამოიწვია. მაშველებმა 2 წუთში შეძლეს ახალგაზრდის ნაპირზე გამოყვანა, თუმცა ინფარქტი უკვე დაფიქსირებული იყო. ამოვიყვანეთ, ჩავუტარეთ პირველი დახმარება, ხელოვნური სუნთქვა, გულის არაპირდაპირი მასაჟი, რომელთაც პულსი არ აღდგა. ამოყვანილი იქნა წყლიდან 24 წლის ახალგაზრდა გურამ საგინაძე, რომელიც სავარაუდოდ იყო ნასვამი და აი ამ ნასვამობამ და წყლის ზემოქმედებამ გამოიწვია ალბათ გულის შეტევა. გადაყვანილი არის პროზექტურაში, დგინდება პიროვნების იდენტიფიცირება. ამ წუთებში ცენტრპოინტის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და ივანე ცაგურიას ბრალი წარედგინებათ. დეტალებით ჩემი კოლეგა ნუცა აბაშიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. ნუცა, რას ითხოვს კონკრეტულად პროკურატურა? პროკურატურა რუსუდან კერვალიშვილისთვის და მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულზე 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობას დააყენებს, ხოლო გავრცელებული ინფორმაციით პროკურატურა ივანე ცაგურიას წინასწარ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატებმა ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, დაცვის მხარე არ დაეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობას. რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მათ უბრალოდ არ გააჩნიათ მსგავსი ოდენობის თანხა, ხოლო რაც შეეხება ივანე ცაგურიას ადვოკატს, ის აცხადებს, რომ დაცვის მხარე პროცესზე 15,000 ლარის ოდენობით გირაოს მოითხოვს. ჩვენ მოვიწყოთ, როგორც ჩვენ მოვიდა ინფორმაცია, ადვოკატმა მითხრა, რომ მილიონ ლარზე არის ლაპარაკი თითოეულზე რუსუდანზეზე და მაიაზეს პროკურატურის მოთხოვნა. ეს მილიონი 2 მილიონი მით უმეტეს უარსებობდეს, დავალენების დიდი ნაწილი ჩახურული იქნებოდა. ცხადია ეს ფული არ არსებობს. ესე იგი, რუსუდან საერთოდ არაფერი არ აქვს. მაიას აქვს ქონება მასზე განპირობებული ბათუმის თერთ მაგნოლიაში ეზოს ფართები ეგრეთ წოდებული. მას შეუძლია, იქ 2 მილიონისაც არის და მეტისაც არის. დაახლოებით 5,000 მეტრია, აქედან 1000 მეტრი გაცემული 4,000 მეტრია. 4,000 მეტრი ეს არის 4 მილიონი დოლარის ქონება. შეუძლია მთლიანად, მაგრამ ეს განკუთვნილი აქვს მაიას თავისი ფაქტები ჩახურას ვალდებულებები უწევს ინვესტორთან. არაადეკვატურია ამ სიტუაციაში თანხის მოთხოვნა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მას ამისი საშუალება ფიზიკურად არც უძრავი ქონებით და არც ნაღდი ფულით არ გააჩნია და ფაქტიურად სასამართლომ თუ ეს დააკმაყოფილა, პატიმრობის ტოლფასი იქნება. სამოქალაქო ჩემი აზრით სამოქალაქო განხილვის და დავის საგანი წაგანებული იქნა კრიმინალურ ბრალდებად. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ეს ის კატეგორიის დავაა და დაზარალებულების ინტერესების გათვალისწინებითაც ვფიქრობ, რომ აქ ვინმეს პატიმრობა თუნდაც კერვალიშვილის, რჩეულიშვილის და მათ შორის ცაგურიასიც არაფრის მომტანი არ იქნება. აღნიშნულ საქმეში ბრალდებულებს თავდებში უდგებიან ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე და სოსო ჯაჭვლიანი. როგორც გოგი თოფაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რა თქმა უნდა, არავინ მალავს დამნაშავეების ბრალეულობას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული უნდა იყოს დაზარალებულების დაკმაყოფილება და არა ბრალდებულების დაკავება. ქალბატონების დაპატიმრება არაფერს არ მისცემს და გამოვიდნენ, იყვნენ გარეთ და უშველონი მხავს.
საკმაოდ სერიოზული აქტივები აქვს მათ. რაღაც დაამთავრონ ის სახლები. მე როგორც ვიცი 6000-მდე ადამიანია დასარალებული მაგ შემთხვევაში. იმედი აქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს თუნდაც იმ დეპუტატების ხელმოწერებს, რომელიც ჩვენ კი არ ვიცი, მაეს და რუსინას კი არ იცავ. ეს მრეწველთა ჯგუფია დეპუტატების, რომელსაც ჩვენ ვერთ იციან, რომ დამფუძნებლების მიმართ გატარებული მკაცრი ღონისძიება და მკაცრი ღონისძიება 2 მილიონი ლარი ახლა საიდან არის კომპანიის აქტივებიდან უნდა დაიხუროს. ეს დაანგრევს კომპანიას, შეიძლება გაკუთრება გამოიწვიოს და შესაბამისად დარჩება ხალხი დაზარალებულები, ვერ შეუძლოთ ვალდებულებას. უდიდესი მადლობელი ვარ, იცით, ჩემთვის იმდენად სასიამოვნო ფაქტია, რომ არც მოგელოდი. სასამართლო პროცესზე იმყოფებიან დაზარალებულებით, ჩვენ შევძელით მათ ნაწილთან გასაუბრება. ისინი აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მათი დაკმაყოფილება და არა კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილის დაპატიმრება. ჩვენი მიზანი არ არის დამფუძნებლების დაპატიმრება, ჩვენ მოვითხოვთ შემუშავდეს რეაბილიტაციის გეგმა, მიეცეთ ვადები, რომ დაასრულონ დაწყებული მშენებლობა და დაგვირეგისტრირონ ჩვენი ქონება 2006 წლის, ანუ პირველადი ხელშეკრულებებით. რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს ბრალად თაღლითობა და დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა ედებათ, რაც თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ითვალისწინებს, ხოლო რაც შეეხება ივანე ცაგურიას, მას ამ დრომდე ბრალად ედებოდა თაღლითობაში მონაწილეობა და დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა, თუმცა სასამართლო პროცესის დაწყებამდე 1 საათით ადრე ცაგურიას ბრალი დაუმძიმდა, მას დაემატა კრედიტორებისთვის ქონების გადამალვის მუხლი. რუსუდან კერვალიშვილი გუშინ პროკურატურამ დაკითხა, ის გვიან ღამემდე 8 საათის განმავლობაში იკითხებოდა. დიდი მადლობა. ცენტრპოინტის საქმის დეტალებზე ნუცა აბაშიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას დაკავებას ეხმაურებიან. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, აუცილებელია უმცირესობამ სამართალდამცავ სტრუქტურებს პატივისცეს და არ შეიძლება ყველაფერს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდოს. დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გუნავას მიმართ მაქსიმალური ჰუმანურობა განხორციელდა, რაც მის სასჯელზე აისახა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, პროკურორები დღეს ვერ და არ ახდენენ სასამართლოზე გავლენას და მათი მთავარი მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობაა. ყველა დაკავებას, როგორც წესი, პოლიტიკურად მოტივირებულს ეძახიან ოპოზიციის მხრიდან, ეს არ შეიძლება. სამართალდამცავ სტრუქტურებს პატივი უნდა სცენ უმცირესობიდანაც მათ რიცხვში და უნდა კარგად გაიაზრონ, მათ მიეცეთ მუშაობის საშუალება. და არ შეიძლება რომ ყველაფერს პოლიტიკურად მოტივირებული დავარქოთ. მაქსიმალური ჰუმანურობა განხორციელდა მის მიმართაც, მე ესე ვფიქრობ. ეს აისახა სასჯელში და მე თუ კითხავ ჩემსას, მე ვფიქრობ, რომ გუნავას შემთხვევა და მსგავსი შემთხვევები არის სწორედ ის ფაქტი, რომელზედაც საზოგადოება ითხოვს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს და პროკურატურისგან არანაირი ზეწოლა არ აქვს და ეს არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. ამ შემთხვევაში თუ მოსამართლემ ჩათვალა, რომ გუნავას ქმედებაში იყო დანაშაული და ეს იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ცხადია სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. დღეს პროკურორები ვერ ახდენენ და არ ახდენენ მოსამართლეზე გავლენას. თენგიზ გუნავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა ქუთაისში. ნაციონალური მოძრაობისა და გუნავას მხარდამჭერებმა სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა გუნავას დაკავება ოკუპანტებთან მებრძოლზე ანგარიშსწორებად შეაფასეს. სასამართლომ თენგიზ გუნავას 4 წლიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. სამეგრელო ზემოსვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და სასჯელ ახსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმარი თავს უდანაშაულოდ თვლის და საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს. სახელმწიფო სახსრებისა და 3000 ლიტრი ბენზინის ტალონების მითვისება გუნავა დამნაშავედ 2 ეპიზოდში სცნეს. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც მოქმედი გუბერნატორი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელად მუშაობდა. ვაპროტესტებდი ბატონ თენგიზ გუნავას დაკავებას. საქართველოს მთავრობა დღევანდელი ხელისუფლება წინა საარჩევნო სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა საქართველოს მოსახლეობას. ძალიან სამწუხაროა, რომ ოკუპანტებთან მებრძოლი ადამიანები დღეს იჯებიან საქართველოში. ვთვლით, რომ ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი. საქართველოს პატრიოტები ციხეში არ უნდა იჯდნენ, თუმცა ვთვლი, რომ ეს ძალიან მალე დამთავრდება ყველაფერი. თენგიზ გუნავას ოჯახის წევრები საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა მოინახულა. დეპუტატმა ოჯახს თანადგომა გამოუცხადა და სერგო რატიანი გუნავას დაკავებას პოლიტიკური მოტივებით ხსნის და აცხადებს, რომ სამეგრელო ზემოსვანეთის გუბერნატორი წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოა. გუნავას ოჯახის წევრების განმარტებით ისინი დაპატიმრებას არ მოელოდნენ.
იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად წარმოუდგენელი ეს ბრალდებები, ყოველად შეწრუნებულია ყველა ალბათ, ვინც თენგოს იცნობს და ვინც მის გვერდში იდგა ამდენი წლის განმავლობაში, მათთვის ალბათ წარმოუდგენელია ყველა ეს ბრალდება, რაც მის წინააღმდეგ იყო წაყენებული. უბრალოდ დამთრგუნველია ის რაც ხდება დღეს საქართველოში, როდესაც ჯაშუშებს, ჯალათებს, რელიგიურ ექსტრემისტებს ანთავისუფლებენ, წამებლებს ანთავისუფლებენ და იჭერენ ადამიანს, რომელიც იყო 2008 წლის ომის გმირი. დღეს თენგო გუნავა არის ციხეში და შევარდნაძის პოლიციელები, რომლებიც იყვნენ კორუმპირებულები, ისინი ბრუნდებიან ხელისუფლებაში. სამეგრელოს ზემო სვანეთის გუბერნატორის დაპატიმრებას გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეზე ზეწოლას გამორიცხავს და განმარტავს, რომ თენგის გუნავას დაკავების გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის მოსამართლემ საქმის შესწავლის შემდეგ მიიღო. შერჩევით სამართალს გამორიცხავს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. ბარამიძე აცხადებს, რომ სამეგრელოს ზემო სვანეთის გუბერნატორის დაკავება კანონის ფარგლებში მოხდა. თენგის გუნავას დაკავების ფაქტს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძეც ეხმაურება. ჩემი აზრით მოსამართლემ იმსჯელა შეაფასა მტკიცებულებები და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება. მე აქ ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ რაღაც ზეწოლა ყოფილიყო. მე ვფიქრობ უფრო, რომ ეს არის მოსამართლის კარგად გააზრებული გადაწყვეტილება. თენგის გუნავასთან დაკავშირებით ჩვენთვის აბსოლუტურად ალოგიკურია მტკიცებულებები, რის საფუძველზეც სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ის მძიმე ბრალდებები, რასაც მას უყენებდნენ, იმ მუხლებით გამართლებულია თენგის გუნავა, იქედან გამომდინარე, რომ არანაირი საფუძველი არ იყო ამ მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი რაც დარჩა ეგრეთ წოდებული ტალონების საკითხი, რომელიც ასევე ოფიციალური წერილით აქვს თენგის გუნავას გატანილი. ეს არ იყო აღკვეთი ღონისძიების შეფარდება, გუნავას გამოუტანეს სასამართლომ გამოუტანა განაჩენი, იგი თუ არ ვცდები ორ ეპიზოდში ცნობილი იქნა დამნაშავედ, აქედან გამომდინარე მას უბრალოდ დაეკისრა სასჯელი და აქედან გამომდინარე ის გადაყვანილ იქნა შესაბამის დაწესებულებაში. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურებასთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომა საღამოს 8 საათზეა ჩანიშნული და სავარაუდოდ დღესვე კადრების განადგურების თარიღიც დასახელდება. დაგვეჭირა პროცესი და საჭიროა რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება უშუალო განადგურებასთან დაკავშირებით. ეს არ არის მთლიანი არქივი, ეს არის ნაწილი, დაახლოებით 2000 ფაილია, რომელიც ეხება პირად ცხოვრებას. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ისეთი მასალების განადგურებაზე, ხაზი მინდა გავუსვა, რომელიც შეიცავს დანაშაულ წამებას და ასე შემდეგ. ამ მასალების განადგურებაზე არ ვლაპარაკი, ეს მასალები ბუნებრივია აქვს გამოძიებას და მან ეს უნდა მიიყვანოს ბოლომდე. პროკურატურამ წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ავტომანქანები იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში მესაკუთრეებს დაუბრუნა. შეწევამისი პროცესი ქუთაისიდან დაიწყო. სამ მესაკუთრეს თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასაღები ქუთაისის საოლქო პროკურორმა გადასცა. აჭარის პროკურატურაში ჩამორთმეული მანქანები 12 მოქალაქეს გადაეცა. საზღვარგარეთიდან შემოყვანილი მანქანების ჩამორთმევის ძირითად მიზეზად საიდენტიფიკაციო კოდების შეცვლა და ინტერპოლის მიერ მასზე გამოცხადებული ძებნა სახელდებოდა. აჭარის მთავარი პროკურორის ლევან გზირიშვილის განცხადებით, წინა წლებში გამოძიება იმით სრულდებოდა, რომ მანქანები სახელმწიფო საკუთრება ხდებოდა, რაც აღარ განმეორდება. ავტომანქანები მფლობელებს რუსთავის პროკურატურამაც დაუბრუნა. რუსთავში 100-ზე მეტი ჩამორთმეული ავტომობილი მეპატრონეს, გადასცეს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, ჩამორთმეული ავტომობილების დაბრუნების პროცესი ქვეყნის ყველა ტერიტორიულ ორგანოში განხორციელდება. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაწყებული გამოძიება წყდება და ამოღებული მანქანები უბრუნდებათ მესაკუთრეებს. აქვე განმარტავთ, რომ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც უკვე გადაცემულია სახელმწიფოსთვის, პროკურატურას დაბრუნების უფლებამოსილება არ გააჩნიათ. დღევანდელ დღეს დაუბრუნდა ბოლო პერიოდიდან უკვე 100-ზე მეტი მანქანა იქნა, 100-ზე მეტი მანქანაზე შეწყვეტილი იქნა გამოძიება და დაუბრუნდა მოქალაქეებს. გამოძიება მიმდინარეობდა
300-ზე მეტ მანქანაზე და დღევანდელი მდგომარეობით უკვე თითქმის ნახევარამდე 100 მანქანაზე მეტზე უკვე შეწყვეტილია გამოძიება და გადაცემულია მოქალაქეებზე. მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რომ დამიბრუნეს და ვაყოფილი ვარ. ბოლოს იმედი აღარ მქონდა საერთოდ. მაგრამ ამ მთავრობამ უკვე რა ვიცი იმედი კი მოგცა და საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგი საჯარო განხილვა ამჯერად ცვლილებების სამ პროექტს ბათუმში განიხილავენ. ბათუმიდან ჩემი კოლეგა თეონა ბაკურიძე ჩაგვერთვება. თეონა, გისმენთ. დიახნატა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების განხილვა ბათუმში სასტუმრო შერატონში დაახლოებით 1 საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ინიცირებული პროექტები უმრავლესობის წევრებმა უკვე გააცნეს დარბაზში შეკრებილ უმრავლესობის უმცირესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ახლა კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმშია გადასული. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, პირველი პროექტი ეხება საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების უფლებას, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გარდა ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ეხება პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვას და კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმის 2/3-მდე დაწევას. კვორუმის რაოდენობა განსაზღვრულია უნდათ რომ განისაზღვროს 2/3-ით, ვფიქრობთ რომ ასეთი განსაზღვრა კვორუმის არ იქნება სწორი, განსაკუთრებით დღევანდელ პირობებში, როდესაც რეალურად ეს ნიშნავს რომ იქნება ერთი კოალიცია მიიღებს მხოლოდ გადაწყვეტილებას ყველა საკონსტიტუციო ცვლილებაზე. ჩვენ ძალიან ხშირად ხვდებოდით კრიტიკის ობიექტები მათი მხრიდან, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, რომ არ უნდა იყოს დაბალი კვორუმი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდი წყვეტს როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია. ეხლა ჩვენ თვლით რომ მნიშვნელოვნად უნდა შეიკვეცოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოვალეობები და მეტნაკლებად ხელისუფლების ბალანსი იქნეს შენარჩუნებული კონსტიტუციურად, ასევე აუცილებელია თანასწორობის პრინციპი იყოს დაცული პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვა თანამდებობის პირებს შორის, იმისათვის რომ მათ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეეძლოთ ამ თანამდებობების დაკავება. ვფიქრობთ, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანია ამ პროექტის შემუშავებაში ღებულობის მონაწილეობას ფართო საზოგადოება, იმიტომ რომ ეს არის მთავარი კანონი ქვეყნისა და აქედან გამომდინარე დემოკრატიული საზომით სწორედ აქედან ამოდის. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო სახალხო განხილვა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება, რომელიც უკვე ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში. ბათუმის შემდეგ კი თვის ბოლომდე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება. დიდი მადლობა. ბათუმიდან ჩემი კოლეგა თეონა ბაკურიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. პრემიერისა და დეპუტატების განმარტებით შეხვედრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება იყო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, უკვე შეთანხმებულია თუ ვინ შეცვლის მას განათლების მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა მისი ვინაობა მხოლოდ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. მთავარი თემა რა თქმა უნდა იყო არჩევნების მზადება. გარდა კონკრეტული საკითხებისა, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან, მე ვთხოვე უმრავლესობას, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი უხეში გამონათქვამებისაგან ოპოზიციასთან დაკავშირებით, რომ როგორმე მოახერხოთ ჩვენ და ჩაცხრეს ეს დიდი მუხტი, რომელიც ხელჩათულ ბრძოლას გავს უმრავლესობა და უმცირესობა შორის. ჩვენ უნდა მოახერხოთ და უნდა მოახერხებთ კიდევაც მთავრობა, რომ აუცილებლად ყველა მონაწილისთვის იქნება თანაბარი პირობები და უნდა შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ სახელმწიფო რესურსი არც ერთ შემთხვევაში ეჭვის არ დარჩება იმის, რომ გამოყენებულია რომელიმე კანდიდატის დასახმარებლად. კულტურული კამპანია იქნება, აგრესიის გარეშე კამპანია უნდა იყოს. უნდა პოზიტივი ძირითადად და დეპუტატებმაც გამოთქვეს მსგავსი მოსაზრებები, რომ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ პოზიტივზე და არა ერთმანეთის ლაფის დასმაზე. სტრატეგია იქნება, რა თქმა უნდა, უშუალო კონტაქტი ხალხთან, ეს იქნება პოზიტივზე ორიენტირებული სტრატეგია, ლაღის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი საქართველოს სილაღისა და წარმატების ჩვენებას. აი ეს იქნება ძირითადი ორიენტირები. ჩვენ ვართ ორიენტირებული მომავალზე. საარჩევნო შტაბი, როგორც შტაბი არ არსებობს, არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეხლა ქმნის და აყალიბებს შტაბს თავისი სტრუქტურებით, თავისი სქემით, თავისი რაიონული ორგანიზაციებით და ასე შემდეგ. ამ სამუშაო ჯგუფს მე ვდგება სათავეში დიახ და მე ვცდილობ, რომ ეს იყოს ძალიან დახვეწილი, ძალიან ძლიერი და ძალიან ესეთი გამოცდილი შემადგენლობა ყველა რაიონში.
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ნესტან კირთაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. კირთაძე ამჯერად კონფლიქტის ზონის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ საკორინთლოს მოსახლეობაში ხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ადგილობრივების პრობლემებს სასმელი და სარწყავი წყლის ინდივიდუალური გამრიცხველიანებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა წარმოადგენს. ნესტან კირთაძის განცხადებით ხელისუფლებამ წინა საარჩევნო დაპირებები არ უნდა დაივიწყოს და უპირველესად კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს. პირადად ჩემთვის უკვე ღირსების საკითხად და კონფლიქტების დარეგულირების საკითხად იქცევა სასაზღვრო სოფლების გაძლიერების და ამ ხალხის მოვლა პატრონობის საკითხი. სოფელს დაველაპარაკები უხუცესებს, ქალბეტონებს, ბატონებს და კონკრეტული გეგმით უკვე საღამოს ამას გადავცემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტს ოფიციალურად პროტოკოლის სრული დაცვით. სარწყავი წყალი არა გვაქვს. საქონელი არ გვაშვებინებენ, რომ ვაძოვოთ. შივრები დაგვიდის. ჩვენი ზონა შემოიღობეს და გასასვლელი აღარ აქვს არაფერი, რომ დავდგეთ და ნახდათ, რომ იცხოვრეს გასვლა. თბილისში კონფერენცია სახელწოდებით ძლიერი სასამართლო გზამომავლისკენ გაიმართა. კონფერენციის მთავარი თემა სასამართლოს დამოუკიდებლობა, სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრების ხელშეწყობა და ინსტიტუციური და ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარანტიების საკითხები იყო. ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა. მე უკვე წარუდგინე ჩვენი სასამართლო ხელისუფლების ხედვა რეფორმის გაგრძელების მთავარ მიმართულებებზე და ყველაზე მთავარი ახლა არის მაგალითად ყველაზე მთავარი რაც მინდა აღნიშნო უცილებლად მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცედურის საკმაოდ სწრაფად ამოქმედება. Ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ვითარდება, მოსამართლეს სჭირდება გამოცდილება, ეს წლების განმავლობაში ვითარდება. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველოს ექნება სრულყოფილი სასამართლო სისტემა. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ძალზე საჭირო როტო თემა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკი ძალიან ჭირდა, ის უბრალოდ არ იყო დამოუკიდებელი. დღევანდელი კონფერენციის თემა არის დამოუკიდებელი სასამართლო მართლმსაჯულების გაძლიერება. შესაბამისად, შეკრებილი საზოგადოება მსჯელობს იმ თემაზე, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს მართლმსაჯულება და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებთ პოზიციებს აღნიშნული კუთხით. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება. კანონპროექტის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები შედის. ცენტრის წევრის თამარ ბეჟუაშვილის განცხადებით 171 და 173 მუხლებში ცვლილებების შეტანამ საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლები ბუნდოვანია და ზუსტ განმარტებებს საჭიროებს. მისივე თქმით, შეუძლებელია გაირჩიოს თუ რა ითვლება ღირსებისა და ზნეობის შეურაცხმყოფელ გარემოებად. ჩვენი მიმართვა და მოთხოვნაა, რომ აუცილებელია განიმარტოს თუ რას ნიშნავს ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფ მდგომარეობაში ყოფნა. ვინაიდან მუხლი ნორმა არის ძალიან ბუნდოვანი და ხარვეზული, თუ კი არ იქნება კანონმდებლის მიერ შესაბამისად ნათლად განმარტებული მუხლის დისპოზიცია, მას შესაძლებელია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან მიეცეს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია და მოხდეს გაუგებარი ჯარიმების დაწესება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ მარინა მიზანდარმა ლანჩხუთში კულტურის სფეროში არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით შეხვედრები გამართეს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი, ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და ლანჩხუთის კულტურის ცენტრი მოინახულეს. ვიზიტის დასასრულს მინისტრმა ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ადგილობრივი ხელისუფლებასა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გურამ ოდიშარიას განცხადებით, სამინისტროს მთავარი მიზანია რეგიონებში კულტურული ცხოვრება გაცოცხლდეს. აუცილებლად სერიოზული ხელშეწყობა უნდა. სამუსიკო სკოლა შესანიშნავ მდგომარეობაშია, სამხატვრო სკოლა ასევე. ქონდა შეხვედრა კულტურის სახლში, იყო რამდენიმე წინადადება და ჩვენ უთხარით რამდენიმე ჩვენს კოლეგას, რომ წარმოადგინონ პროექტები და ჩვენ მათ დავეხმარებით. ორივეგან დიდი პრობლემაა, რა თქმა უნდა, შემოგვეცემ დაკავშირებული თვითონ მხარეთმცოდნეობის მუზეუმის არქეოლოგიური კოლექცია არის არაჩვეულებრივად მდიდარი და საინტერესო, მაგრამ არასათანადოდ არის გამოფენილი ისე რომ ექსპონატები შეგვიძლია გაფუშდეს და მალე დავკარგოთ კიდეც რამდენიმე ექსპონატი. გასაფართოებელია ეს ექსპოზიცია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვასრულიათ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა ერს სვეტიცხოვლობა მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა. დღესასწაული წელიწადში ორჯერ 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღენიშნება. 14 ოქტომბერს ქრისტეს კვართს მოიხსენიებენ, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს. როგორც ცნობილია, წმინდა ნინოს რჩევით ამ ადგილზე მეფე მირიანმა ხის ეკლესია ააგო. მისი დანგრევის შემდეგ მეფე ვახტანგ გორგასალმა
ბაზილიკის ტიპის ტაძარი აღმართა. მე-11 საუკუნეში კი დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ააგო ახალი ტაძარი სვეტიცხოველი, რომლის ხუროთმოძღვარიც არსუკიძე იყო. მილოცავ თამდიდებულ დღესასწაულს სვეტიცხოვლობას. ლოცვები წმინდათა 12-და მოციქულთა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. იმდენად დიდია ღვაწლი წმინდათა 12-და მოციქულთა, რომ პირველი ტაძარი, რომელიც აშენდა საქართველოში, ეს ამ ადგილზე იყო წმინდათა მოციქულთა, 12-და მოციქულთა სახელზე. დიდია ღვაწლი მათი და ჩვენ შევთხოვთ, რომ მათი ლოცვა შეეწიო საქართველოს. მათი ლოცვით უფალმა ძალიერსათვის მოსცეს, უფალმა გაძლიეროს ერი ჩვენი მშვიდობით. ამინ. ბაზალეთში საერთაშორისო სემინარი მარკეტინგულ აუდიტში მიმდინარეობს. სემინარი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია MCI ჯგუფის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებას გერმანიიდან მოწვეული მარკეტოლოგები და საერთაშორისო ბიზნეს ექსპერტები ატარებენ. ISO სტანდარტის საერთაშორისო აუდიტორი ფრიდრიხ შრაპტი ლექციას რამდენიმე თემაზე კითხულობს, მათ შორის არის მარკეტინგული აუდიტი ISO სტანდარტის მიხედვით, ბაზრისა და კონკურენტების შეფასება, ბრენდინგისა და რეკლამის როლი ბიზნესში. სემინარს 60-მდე მსხვილი კომპანიის მარკეტოლოგი და მენეჯერი ესწრება. ტრენინგი 2 დღე გაგრძელდება. ბიზნეს საკონსულტაციო საინვესტიციო კომპანია MCI მოიწვია საერთაშორისო დონის ექსპერტები, რათა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ქართულ ბიზნეს გარემოს და ხელი შეუწყოთ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საქართველოში. ამ რანგის სემინარი პირველად ტარდება. მოხარულები ვართ, რომ აღნიშნულ სემინარს საქართველოში ვატარებთ. სემინარის მოსმენის შემდეგ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ შეაფასონ და შემდგომში გააუმჯობესონ ხარისხის მენეჯმენტის სისტემა. ასევე გამოავლინონ ორგანიზაციის სუსტი მხარეები და ბიზნესში გაატარონ საკორექციო ღონისძიებები. ძალიან მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მომიცა გერმანელი ტრენერების მიერ წარმოდგენილ ტრენინგს დავსწრებოდი. მის საშუალებითაც მოგვეცა შესაძლებლობა გავცნობოდეთ ISO სტანდარტებს და ვიმედოვნებ, რომ მომავალში გამოვიყენოთ ამას ჩვენ საქმიანობაში. დღეიდან თბილისის მიკროავტობუსებში ცხელი ხაზის ნომერი იქნება გამოკრული და იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი რაიმე დისკომფორტს იგრძნობს, შეიძლება მითითებულ ნომერზე დარეკოს და კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბროს. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კომპანია თბილისის მიკროავტობუსი მგზავრებს თანამშრომლობას სთავაზობს. ვაკრავთ ესეთი სტიკერებს, ცხელი ხაზის სტიკერებს, ჩვენ მიკროავტობუსებში, სადაც მითითებულია ჩვენი კოლ-ცენტრის ნომერი და სადაც შეუძლიათ დარეკონ მოსახლეობამ, მგზავრებმა და თავიანთი პრეტენზიები გამოთქვან, რომელსაც რეაგირება ოპერატიულად მოხდება. ეს ცხელი ხაზი იმუშავებს 10 საათიდან 19 საათამდე ყველა სამუშაო დღეს, ხოლო არასამუშაო დღეებში და 24 საათიან რეჟიმში ჩვენ გვაქვს Facebook-ის გვერდი ინტერნეტში და იქ შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები. საერთოდ უნდა იყოს გამოკრული. შეიძლება მე არ დამჭირდეს, მაგრამ სხვას და კარგია, რატო? თუ დაჭირდა გამოვიყენე. კი, გამოვიყენე. როგორ არ გამოვიყენე, აუცილებლად გამოვიყენე, კი ბატონო. ფესტივალ არტგენის მე-10 საიუბილეო დასკვნის წელთაღრიცხვიდან 21 ივლისის ჩათვლით ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს. მუზეუმის ტერიტორიაზე საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული ხალხური რეწვის, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და ზეპირსიტყვიერების ოსტატები მოიყრიან თავს. არტგენი ფესტივალი, რომელიც ქართული ფოლკლორის ტრადიციებისა და მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა, უკვე 10 წელია სტუმრებს როგორც მთელი საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში უყრის თავს. ფესტივალმა თავისი ყველაზე მთავარი მიზნები შეასრულა, რაც იყო, რომ პოპულარიზაცია გაეწია ახალგაზრდა თაობაში და ტრადიციული და ხალხური შემოქმედება გამხდარიყო სასურველი და საამაყო მათთვის. ფესტივალი იქცა ხიდად რეგიონსა და დედაქალაქს შორის და უკვე ბოლო წლებია საერთაშორისო ფორმატიც შეიძინა და უკვე ქვეყნებს შორის ხიდადაც იქცა თავშეყრის ადგილად ფესტივალი.
საიუბილეო წელს ფესტივალი ბევრი სიურპრიზითა და სიახლით უბრუნდება. 8 დღის განმავლობაში მუზეუმში მისული სტუმრები ყველა იმ შემსრულებელსა და ანსამბლს იხილავენ, რომელთაც 10 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღიათ ფესტივალში მონაწილეობა. სპეციალურად მათთვის ამონტაჟდება დამატებითი სცენაც. არტგენი წელს უცხოელ შემსრულებლებსაც მასპინძლობს. ვისაც ოდესმე მიუღია ფესტივალ არტგენზე მონაწილეობა, ვისაც თავისი ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ვინც შეინარჩუნა ანსამბლური მდგომარეობა, ანუ გუნდური მდგომარეობა და შეინარჩუნა ის ქორეოგრაფიული ანსამბლია, სასიმღერო ფოლკლორია, ხიზეპირსიტყვიერება, ასევე რეწვის ოსტატებია, ყველა მოიყრის თავს. ასევე გვყავს უცხოელი სტუმრები სარდინიიდან, გვყავს ესპანეთიდან, გვყავს სენეგალიდან, გვყავს პოლონეთიდან. არტგენის დაარსების დღიდან მონაწილეობთ ჩვენ ამ ფესტივალში და მართლაც ასე ვთქვათ, აქ გავიზარდეთ, აქ ავიდგით ფეხი. განსაკუთრებული წელია ზოგადად ფესტივალისთვის და ჩვენთვისაც რა თქმა უნდა იქნება განსაკუთრებული გვაქვს უცხოურ ჯგუფებთან ერთად ერთობლივი კონცერტები გვექნება. ფესტივალი ტრადიციულად დილიდან გაიხსნება, საღამოს კი მას სუხიშვილები დახურავენ. ტრადიციულად გაიხსნება დილიდან მუზეუმი, ხალხური და თანამედროვე ოსტატების გამოფენებით, იქნება წარმოდგენები ქორეოგრაფიული, საბრძოლო ხელოვნების, სიმღერის ანსამბლების. მე ტრადიციულად გადავინაცვლებთ ამფითეატრში, რომელიც უმასპინძლებს სტუმრებს გურიიდან და შიდა ქართლიდან და საღამოს ნაწილს უკვე უმასპინძლებენ სუხიშვილები. წელს ესე ვიფიქრეთ, რომ გამოვიდეთ ტრადიციული პროგრამით, არა ასა პროგრამით და არა ახალი კომპოზიციებით, არამედ აი რაც კონკრეტულად ტრადიციული კლასიკურს რასაც ვეძახით, იმ პროგრამით გამოვიდეთ, რა თქმა უნდა ეს კოსტუმირებული იქნება. ტრადიციულად ჩვენ ყოველ წელს მონაწილეობთ არტგენზე, უკვე მე-10 წელიწადია, არის საიუბილეო წელიწადი, ჩვენ ყოველ წელს სხვადასხვა პროგრამებით გამოვდივართ, არც ერთხელ არ დაემთხვა არასდროს ერთი და იგივე პროგრამა. 10 წლის მანძილზე არტგენის ფარგლებში 100-ზე მეტი კონცერტი და ღონისძიება ჩატარდა. დღეს ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-დან 40,000-მდე ადამიანი ესწრება. ლუდის ფესტივალი 2013 ვარდების მოედანმა თბილისის ლუდის ფესტივალს უკვე მე-4-ე უმასპინძლა ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი და სპონსორი კომპანია ნატახტარია. ლუდის ფესტივალზე ყველა მსურველს უფასოდ შეუძლია მოხვედრა მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე 2 დღის განმავლობაში ცოცხალი კონცერტი ცნობილი ჯგუფებისა და შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართება. გარდა ამისა, ფესტივალზე ლუდის სმაში სხვადასხვა სახის შეჯიბრებები ტარდება. ლუდის ფესტივალზე სტუმრებს სხვადასხვა სახის ლუდის დაგემოვნება შეუძლიათ. გამოშვეული, რაც შეიძლება ითქვას, არის ის წინა წლების გამოცდილებასთან შედარებით, რომ გაიზარდა რაოდენობა მონაწილეების, ანუ საკონცერტო პროგრამას გულისხმობ, ასევე დაემატა ძალიან ბევრი ახალი ინვენტარი, აქსესუარები დაემატა, საჩუქრები იქნება ძალიან ბევრი. ამას გარდა კიდევ მნიშვნელოვანი არის ის, რომ წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი არის ნატახტარის, ლუდსახარში ნატახტარის 5 ბრენდი, რაც ვთქვათ, მანამდე არ იყო. მე-4 წელია კომპანია ნატახტარი არის თბილისის ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი. წელს განსაკუთრებული იქნება ის, რომ ლუდი გაიყიდება ტალონებით და ეს პრინციპში შეამცირებს რიგებს და უფრო ლუდის მოლოდინის დროს შეამცირებს.